დილამშვიდობის მოგესალმებით კომერსანტის დილა ეთერშია ნოდარ სირბილაძესთან და სალომე სოსელიასთან ერთად ვაგრძელებთ გადაცემას და შემოგვიერთდება სტუმარი, რომელთან ერთადაც ვისაუბრებთ იმ შეხვედრაზე, რაც რამდენიმე დღის წინ გაიმართა ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შორის და ამ შეხვედრის მთავარი მიზანი გახლდათ იმ თემატიკის განხილვა, რაც არის ერთის მხრივ გამოწვევების სახით სამშენებლო სექტორში და მეორეს მხრივ სამინისტრომ საკუთარი პოზიციებიც დააფიქსირა კი ბატონო ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით. სწორედ ამ შეხვედრის შინაარსზე და შედეგებზეც გარკვეულწილად ვისაუბრებთ სტუმართან ერთად ირაკლი გიორგობიანი ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გვერდდება ეთერში. ბატონო ირაკლი, მოგესალმებით. მოგესალმებით. მადლობა თქვენი დროისთვის, ჩართვისთვის. მოდით შეხვედრასთან დაკავშირებით გვითხარით თავდაპირველად ზოგადი შეფასებით, ახალი მინისტრია, რომელსაც ალბათ გარკვეულწილად ახალი მიდგომები ექნება, როგორ ჩაიარა ამ შეხვედრამ, რომელიც საკმაოდ ესეთი დატვირთული იყო და ფოტომასალიდან ჩანს, რომ ინტერესიც მაღალი იყო და რა ძირითადი საკითხები გამოიკვეთა შეხვედრის განმავლობაში. მადლობა პირველ რიგში თემით დაინტერესებისთვის და შესაძლებლობისთვის, რომ თქვენ მაყურებელს და მსმენელს გავაცნოთ ამ შეხვედრის შეხვედრა ინიციირებული იყო ინფრასტრუქტურის ასოციაციის მიერ. ეს იყო კლასიკურად ეს თქვა საჯარო და კერძო დიალოგის მაგალითი. და ინტერესი ძალიან მაღალი იყო, როგორც კერძო მხრიდან, ასევე საჯარო მხრიდან. ვფიქრობ, რომ პირველი სამინისტრომ გააცნო კერძო სექტორს ის პოლიტიკა, რომლის გატარებასაც ფიქრობს, რა იქნებოდა და ეს განსაკუთრებული რა ცვლილებები განხორციელდებოდა. ძირითადი მესიჯები იყო, რომ მნიშვნელოვანი იქნება, რომ სახელმწიფოს მხრიდან ხარისხის ინფრასტრუქტურაზე იქნება მაქსიმალური აქცენტირება და რა თქმა უნდა, ესე ვთქვათ, შედეგად რომელიც ასევე პროექტების შესრულების ვადებზე საისახება და ძირითადი მესიჯი იყო, რომ მაქსიმალურად დაიზარდოს ეს ვთქვათ ინფრასტრუქტურის პროექტების შესრულების ეფექტიანობა. რა თქმა უნდა, ამ შეხვედრაზე ასევე განხილული იყო და კერძო სექტორის მხრიდან დასმული იყო ის საკითხები, რომელიც მნიშვნელოვანი არის, რომ გადაიჭრას, რომ ეს ხარისხობრივი ინფრასტრუქტურა და ეფექტიანობა გაიზარდოს და ნამდვილად ჯანსაღი ღია დისკუსია იყო. მოგეხსენებათ, სექტორი მნიშვნელოვანი სექტორი არის ქვეყნის ეკონომიკისთვის და დაახლოებით 17%-მდე უჭირავს წილი კლიანტში და პროდუქტის გენერირებაში. ვფიქრობ, რომ ამ სექტორში ეფექტიანობის გაზრდა როგორც კერძო სფეროს, ასევე სახელმწიფო სფეროს მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი იქნება კლიანტში და პროდუქტის გზაში. და ვფიქრობ, რომ ძალიან ოპტიმისტურად ვარ გაწყობილები, რომ ბევრი რეფორმა გვექნება განსახორციელებელი ამ პროცესში, როგორც გასწარმოების კუთხით, ისე საკონტროლო ურთიერთობების კუთხით და ასევე ხარისხის მოთხოვნებთან დაკავშირებით და სექტორის ჩვენს და სამინისტროს ძალიან ნაყოფიერად ვაფასებთ ამ აი ბატონო ირაკლი, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია თქვენ აბსოლუტურად სწორად აღნიშნეთ, რომ ზოგადად ინფრასტრუქტურის პროექტები ეკონომიკაში მისი კონტრიბუცია არის უმნიშვნელოვანესი და ასევე თქვენს გავრცელებულ ერთგვარ პრეს-რელიზშიც ერთ მნიშვნელოვან კომპონენტზე იყო ყურადღება გამახვილებული, რაზეც მინდა რომ ჩაგეკითხოთ, როგორც ცნობილია, თქვენ მოისმინეთ მათ შორის ერთგვარი წუხილები, რაც გააჩნიათ მათ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით, ტენდერებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. აი, აქ რა გამოწვევებია საინტერესოა, იმიტომ რომ არის გარკვეული პრეცედენტები ხოლმე, როდესაც გარკვეული შესყიდვა ხორციელდება, გარკვეული ხაროზები დგინდება ხოლმე. აქ მათი მხრიდან რაზე იყო ძირითადი აქცენტი და თქვენ რა გამოწვევებს ხედავთ ზოგადად შესყიდვებთან დაკავშირებით? ეს მთლიანად კერძო სექტორის ერთგვარი პასუხისგებლობის ნაწილში იკვეთება თუ მათ შორის სახელმწიფოს პასუხისგებლობაშიც როგორია, ასე ვთქვათ, კომუნიკაციის თანხმედრა ერთმანეთთან? კეთილი, ანუ ამ პროცესს ორი მხარე ყავს, შემსყიდველი და შემსრულებელი. შესაბამისად, პასუხისგებლობებიც ორივე მხარეს არის, რა თქმა უნდა. თუმცა და ნაკლოვანებებიც, მაგრამ ჩვენი შეფასებით, ასოციაციის შეფასებით, ჩვენ ზოგადად ვაფასებთ სახელმწიფო შესყიდვებს ინფრასტრუქტურის ნაწილში, ვფიქრობ, რომ
არ არის საკმარისი კონკურენცია. მაგალითისთვის საერთაშორისო ბენჩმარკი ესე კონკურენტულობა სტენდერებში ის რომ უნდა იყოს მინიმუმ 3 ბიდერი ტენდერში. საქართველოს რეალობაში ეს 3 ბიდერი დაახლოებით არის 40. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ინფრასტრუქტურულ სექტორებში უფრო მაღალი კონკურენცია არის ვიდრე სხვა საქართველოს შესყიდვებში. ეს პირდაპირ ინდიკატორი არის იმისი, რომ სახელმწიფო შესყიდვებში და ინფრასტრუქტურის ნაწილში ფიქრობთ, რომ რისკიანობაც უფრო მაღალი არის. გამომდინარე, რომ ჩვენ ახლა ის პერიოდში ვცხოვრობთ, რომ ინფლაცია ფაქტიურად ჩვენი ყოველდღიურობის შემადგენელი გახდა. მოგესალმებით, პროექტები ძირითადად ერთ წელზე და უფრო გრძელვადიანი არის. ამ გრძელვადიან პირობებში ბევრი რისკის აღება უწევს შესრულებულ კომპანიას, რომლის მართვაც მას ფაქტიურად არ შეუძლია, ანუ ის გარე ფაქტორებიდან გამომდინარე. და სამწუხაროდ სახელმწიფო ურთიერთობებში და ფასწარმოქმედებში ეს რისკები არა ჯეროვნად და არა სწორედ არის გადანაწილებული. რაც თავის მხრივ მე თავისად შედეგი გადააქვს როგორც ხარისხზე, ისე შესრულების ვადებს. და აქ გამოსავალი შეიძლება იყოს, რომ თუნდაც ხელშეკრულების ნაწილში გადახალისება რაღაც მორგება. აქ გამოსავალი არის ჩვენი პოზიციონირება არის ის, რომ არა მარტო პრობლემების იდენტიფიცირება მოახდინოთ, არამედ გადაჭრის გზებით შევთავაზოთ. სწორედ ჩვენ რაღაცა ახალი ველოსიპედის გამოგონების საჭიროება ნამდვილად ადგას, არის ძალიან კარგი პრაქტიკები, თუნდაც დასავლეთ ეკონომიკებში, რომელიც ჯანსაღად და სწორედ ანაწილებს რისკების მატრიცის შესაბამისად ამ რისკებს შემსყიდველსა და შემსრულებელს შორის. როდესაც ეს სწორედ არის გადანაწილებული, მე ვთქვით, რომ იქ გაცილებით ეფექტიანი. ასევე მნიშვნელოვანია ფასწარმოქმედა. დიახ. მაგალითად, შეფასება მარტო იმითი, რომ სად გამოცხადებული სატენდერო ფასზე იქ რაღაცა უფრო ნაკლებად ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვას, ეს არ არის სწორი შეფასება, რამე თუ ჩვენი იმისათვის რომ გავიგოთ საბოლოო ჯამში ესე თუ ის პროექტის ფასი რა გამოვიდა, უნდა როგორც სატენდერო ფასიდან უნდა შევადაროთ რა დაждდა საბოლოო ჯამში კონტრაქტი როცა დაიხურა. აქედან გამომდინარე ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმისათვის რომ ეფექტიანობა გაიზარდოს და ხარისხიც გაიზარდოს, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი იწყება პროექტის ინიცირებიდან და მისი დაპროექტების ფაზით, სანამ ის გატენდენდება. ასევე გქონდა საუბარი ჩვენ პროექტების ხარისხის მდაზე, რომელსაც სამინისტროს აღიარებს, რომ აქ მნიშვნელოვანი გამოწვევა არის და ფაქტიურად სამშენებლო კომპანიები წარმოადგენენ იმ რგოლს, რომელზეც გადადის ყველა ის შეცდომა თუ ხარვეზი დაშვებული პროექტის ინიცირებიდან მის ტენდერამდე, მთელი ამ რისკის და შეცდომების მატარებელი ხდება საბოლოო ჯამში სამშენებლო კომპანია, რაც თავის მხრივ არასამართლიანი. და ამას ასევე სამინისტროს კარგად იაზრებს და ფიქრობს, რომ როგორც საპროექტო ორგანიზაციების მიმართ, ასევე საზრდოამხედველო და ყველა იმ რგოლი, ვინც მონაწილეობს ამ პროცესში, მათი პასუხისმგებლობის და მათი შესრულებული სამუშაოების მიმართ მოთხოვნები გაიზრდება, რაც თავის მხრივ სამშენებლო კომპანიებს მოაცილებს იმ რისკებს, რომელიც დღეს ფაქტიურად მათზე არის. აქედან ვფიქრობ, რომ საკმაოდ ჯანსაღი დისკუსია არის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, აქ არის გაგება და არ არის ის, რომ ერთი არის, რომ შემსყიდველის პოზიცია ყველაზე ფაქტიურად მსხვილი შემსყიდველი არის, რომელიც ბიუჯეტი დაახლოებით წელიწადში საკუთარ 4 მილიარდ ლარამდე არის. და მათთვისაც სასახად მნიშვნელოვანი არის, რომ ამ ბიუჯეტის ათვისება საკმაოდ ეფექტიანად მოხდეს და ხარისხობრივი ინფრასტრუქტურა შეიქმნას, რამე თუ კრიტიკული სექტორი არის და როგორც აღნიშნე, ეკონომიკის ზრდაზე ყველაზე სწრაფი ეფექტი ხდება სწორედ ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაციით. კი ბატონო, მინისტრმაც არაერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ სწორედ ვადების დაცვა და ხარისხიანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა მისთვის და ზოგადად ქვეყნისთვის პრიორიტეტია. რაზე შეთანხმდით აი ამ აზრთა გაცვლა გამოცვლის და კონკრეტული საკითხების დასმის შემდგომ იქნება თუ არა დამატებითი კომუნიკაცია ან თქვათ რაიმე ტიპის მიდგომების შეცვლას იგივე ფასწარმოქმნის ნაწილზე ან სხვა მიმართულებით ან რა ვადებში უნდა ელოდოთ, აი როგორ გაგრძელდება პროცესი? კი ბატონო, ეს პროცესი საკმაოდ გრძელვადიანი არის, მოდი გითხრათ, რომ
საქართველოს ფაქტიურად ახალი კანონი გვაქვს შესყიდვების მიღებული, რომელიც ძალას შედის 2027 წელს. რაც ძალიან ეს თქვა გაუმჯობესებული კანონია, რომელიც აცხადებს, რომ მარტო ფასი არ იქნება შესყიდვის მოტივატორი, ხო? შეფასების კრიტერიუმი, რაც ძალიან კარგია, თუმცა ამ კანონი რომ უფრო ეფექტური იყოს, მას საჭიროებს გარკვეული აქტების შემუშავებას. ეს პროცესი, ესე ვთქვათ, ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს იქნება მჭიდრო, ყოველდღიური, ესე ვთქვათ, კომუნიკაცია ჩვენ არაერთი ინიციატივით მიმართეთ, ეს ვაპირებთ გარკვეული ინიციატივები საკონტაქტო ურთიერთობებში გაუზიაროთ ჩვენი ხედვა, ანუ ჩვენი პოზიცია ამ შემთხვევაში ასოციაციის არ არის მარტო ესე ვთქვათ, პრობლემების იდენტიფიცირება, არამედ იმისათვის, რომ ეს პროცესი უფრო ეფექტიანი იყოს, ჩვენ ესე ვთქვათ, გადაწყვეტილებებსაც ვთავაზობთ, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება, ვითვალისწინებთ სახელმწიფოს პრიორიტეტებსაც და მათი გადმოსახედიდან რა არის მნიშვნელოვანი და საბოლოო ჯამში ჩვენ ძალიან ზომიერად ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რამე თუ თანამშრომლობის სურვილი არის, ღიაობა არის და რაც ფაქტიურად ყველაზე მნიშვნელოვანი არის ნებისმიერი პროცესისთვის, რადგან შევთანხმდით, რომ დაახლოებით სექტემბერში გვექნება ჩემი მსგავსი შეხვედრა, სადაც ფაქტიურად რაღაც გარკვეულ პროგრესად შევაფასებთ და შემდგომ გადასაწყვეტ ნაბიჯებს ვქნათ. ეს ჩვენ გვინდა რაღაცა ინკლუზიური გახდეს, ეს მუდმივი პროცესი იქნება. რამე თუ ბევრი კომპონენტისგან და მოთამაშისგან შედგება ზოგადად ეს პროცესი, ეს მარტო ინფრასტრუქტურის სამინისტრო არ არის შემსყიდველი და ჩვენი საბოლოო მიზანია რომ მივახციოთ როცა სტანდარტიზირებულ ეს თქო სახელმწიფოებო თუ ურთიერთობებს, ფასწავლების ურთიერთობებს და მე მგონია რომ სექტორი უკვე მივიდა იმ ეტაპამდე რომ მზად არის რომ დიდი ნაბიჯი გადადგას, თუნდაც იმიტომ რომ ჩვენი ასოციაციისთვის მნიშვნელოვანია რომ ჩვენი წევრები მოამზადოთ იმ ეტაპისთვის, როდესაც ამ სერვისი ექსპორტი მოხდება. იმისათვის რომ ამ სერვისი ექსპორტი მოვახდინოთ, ჩვენ უნდა ვიყოთ ფაქტიურად მზად იმ ბაზრებზე გასასვლელად, მათ შორის თუნდაც აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე და არა მარტო გაუშვით ცენტრალური აზიის, სადაც იმ ხარისხსაც შევიტანთ, კულტურასაც შევიტანთ და საბოლოო ბრძოლაში ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. ანუ ამის პერსპექტივა რეალურია, რომ ჩვენგან აი ამ სერვისის ექსპორტი მოხდეს ევროპის მასშტაბით ან ჩვენ სამეზობლო ქვეყნებში? იცით როგორ არის? იმისაც რომ რაღაც ექსპორტი მოვახდინოთ, ჩვენ ეს თქვა სხვა ქვეყნებსაც უნდა დავანახოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ხარისხობრივი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომ მე ამისი ექსპორტი მოვახდინოთ, როგორც ამას ახდენენ დაუშვათ სხვა დასავლური კომპანიები. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ქვეყანაში სახელმწიფო ბიუჯეტში ინფრასტრუქტურული ხარჯი ყოველთვის ამ დონეზე ვერ იქნება. რამე თუ ჩვენ მოგხსენებას ავტობანს ყოველ წელს ვერ ავაშენებთ, ხო? და ამის საჭიროებიდან გამომდინარე. აქედან გამომდინარე, რომ პროგნოზირებთ, რომ გარკვეული ეს თქვა კლება ალბათ დაიწყება სადღაც 5-6 წელიწადში და ამისათვის ის გამოცდილება, ის ეს თქვა human capital, ანუ ის რესურსი, რაც ქვეყანაში შეიქმნება ამ სექტორში, ამისი რა თქმა უნდა მე ექსპორტი უნდა მოხდეს. კი ბატონო, და ყველა საერთაშორისო კომპანია და მათ შორის ქართული კომპანიებსაც ვფიქრობ, რომ ამის capacity გააშენოს. და დღეს რა სურათი გვაქვს პირიქით, ანუ საქართველოში რამდენად იმპორტი ხდება იმ უცხოური სერვისის, ან თუნდაც აი მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩვენ ვხედავთ ხოლმე, კი, რომ კონტრაქტორები უცხოური კომპანიები არიან. აი ან ჩვენთან ეს კომპანიები, ინფრასტრუქტურული კომპანიები აი ამ ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ნაწილში რამდენად არიან, ასე ვთქვათ, მოწადინებული ამ მიმართულებით. იცით, იმისაც რომ ნებისმიერი ახალი ტექნოლოგია თუ დაინერგოს, ამისათვის ამის პირველი სურვილი და ნება და ამაში ფასი უნდა გადაიხადოს შემსყიდველად. ეს არ არის მარტო რა ქვია. თუ ამ ხარჯების და ამ ეს თქვა დაფინანსება არ ხდება შესაბამისი სექტორი და ამ ინიციატივებს ვერ გააკეთებს. ამიტომ ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს ძალიან მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული შესყიდვაზე, თუ ამისი ინიციატივების ახალისება უნდა მოხდეს, თვალსაჩინო, რომ ეს ბაზა მნიშვნელოვნად
თუნდაც მატერიალური ბაზა მნიშვნელოვნად გაიზარდოს. აქ ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევა არის განათლება და ზოგადად კვალიფიკაცია. მოგეხსენებათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა სექტორს გააჩნია კვალიფიციური კადრები, რომლის ფაქტიურად ექსპორტი ხდება დღეს რეალობაში აღმოსავლეთ ევროპაში. გამოდის რომ ჩვენ კადრებს ვისმენთ ეს ამაში ეს ცუდი არ არის რა თქმა უნდა, თუმცა ამის შევსება უნდა ხდებოდეს. აქაც ესეც მნიშვნელოვანი გამოწვევა, სადაც კერძო სექტორმა უნდა იმუშაოს და იაქტიუროს, ამაშიც ასოციაცია ჩვენ მნიშვნელოვან როლს თამაშობ და მგონია რომ ეს ვთქვათ იმ ეტაპზე მივედით, როდესაც უკვე ეს ერთი წვრილი მაგალითისთვის შედარებისთვის გეტყვით, რომ სტატისტიკის დეპარტამენტი აქვეყნებს ინდექს, მშენებლობის ინდექს და ეს ინდექსი მზარდი არის ფაქტიურად გამოქვეყნების დღიდან რაც დაიწყეს და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ამ ინდექსის დაში არის მუშახელის ხელფასი. დიახ. და პერმიანიშნის იმაზე, რომ ბაზარზე დეფიციტია და ამ დროს მოთხოვნა და ეს იზრდება და იზრდება. შესაბამისად, მაგალითისთვის ვიძახი, არც ერთი საკონტრაქტო ურთიერთობები იყო რაღაც პრაქტიკა, თუმცა ეს არ არის რაღაც ინსტიტუციონალური სავალდებულო, რომ ინდექსაცია მოხდეს, ეს ვთქვათ, ხარჯებისა კონტრაქტებში. რამე თუ ფაქტიურად ხო, ეს ერთჯერადი პროცესი იყო, ანუ მუდმივად ეს არ ხდება. ესეც იყო მსჯელობის საგანი, მე იმედი მაქვს, რომ ამაზე ყველაზე სწრაფად რაც შეიძლება რომ ეს ვთქვათ ინდუსტრიაში ეს ვთქვათ პოზიტიური მესიჯი მოვიდეს, ეს ვთქვათ ცვლილებების არის, რომ ინდექსაციის საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გახდეს სავალდებულო და ინსტიტუციონალური ყველაფერში კვლევებში. რა თქმა უნდა, კვადრებზე დამოკიდებული ერავადებზე მინიმუმ 1 წლიან კონტრაქტების ზევით რაც იქნება. ამას მაინც მივახცევთ ჩვენ შეთანხმებას. იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან კაი ინდექსი აქვეყნებს სტატისტიკის დეპარტამენტი და ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო ჩვენი წინამორბედის ასოციაციის ხელმძღვანელს გულისხმობ და ინდუსტრიის და მგონია, რომ ამისი იმპლემენტაცია შეუძლია. კი ბატონო, ანუ მთავარი ყველაზე სწრაფად შესაძლოა ინდექსაციის ნაწილში მიიღოთ სამინისტროსგან თანხმობა. დიდი მადლობა ბატონო ირაკლი, წარმატებებს გისურვებ და აუცილებლად ჩვენ ამ კომუნიკაციას გავაგრძელებთ, საინტერესოა რა პროცესები განვითარდება. ირაკლი გიორგობიანი, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, საუბრობდა ჩვენს ეთერში.